კაი სალამი, გამარჯობა. როგორ დანდებით? სალამი. აბა, რა მოხდა? კარგი, საინტერესო. კარგია რომ ომი არ დაიწყო ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ეს ბიჭო ეგ ეს არის კარგი. ხო, ძალიან სასახად კარგია. პრინციპში პროგნოზები რაც იყო, ყველა მაგას მიანიშნებდა, რომ გარკვეული ტიპის საომარი მოქმედებები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ხო, აი ნახე საკუთარ თავში ძალა რა მოდი ეს. ხო, ლაპარაკობდით რა ამაზე. არა, ხო, ლაპარაკობთ სამივე რომ გამორიცხულია სამხედრო ოპერაცია დაიწყო ირანში და შემდეგ კონდეს წარმატების იმედი, იმიტომ რომ ამას აქვს ურთულესი გეოგრაფიული და ესეთი ლანდშაფტური, თქვათ, სპეციფიკა რა, ვიეტნამი და ერაყი და ავღანეთი მონაგონი იქნებოდა. პროსტა გამორიცხულია. მე მინდა დავიწყო ესეთი აიფაქტი არის ესეთი. აიფაქტი არის ორგანიზაცია. ჩემზეც რო გააკეთეს, მაგარი. რომ ამას $500 ბოტასები აცვია და ეს არის მიუღებელი და ჩვენ ჟურნალისტი. ანუ ესენი ავლენენ ფუფუნა ბიჭებს ქართულებში. გოგოებს. ფუფუნებაზე საკები ლაპარაკობთ. ესე იგი, ყოველად მიუღებელი მენტალური პროვინციალი ნინო ბაქრაძე არის ვიღაცა, რომელიც ნახავთ საკმაოდ დიდი ვიდეო და ყველა მონაკვეთზე უნდა იკაიყო. ორმა ჩვენმა ჟურნალისტმა დაურეკა რატომ ორმა ამას გაიგებთ? იცით რომ აიფაქტმა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა მინისტრის გეკა გელაძის საჯარო ინფორმაცია, რას ფლობს. და ყოველგვარი ახსნა განმარტების და კონტექსტის გარეშე და მინდა გითხრათ რომ გეკა გელაძეს მე უამრავი საერთო ნაცნობი ყავს თბილისიდან ვისნობთ, მისი მეუღლე არის დიდარი ოჯახიდან, ღმერთმა მისცეს და ისიც არისო ხელმოკლე ოჯახიდან, ღმერთმა მისცეს. და ეს ქონება, რომელიც მას აქვს, მის ოჯახს აქვს დაგროვილი და ნაჩუქარი და ასე შემდეგ აბსოლუტურად კანონიერი გზით. მაგრამ მანამდე სანამ რა თქმა უნდა, მანამდე ეხა ხანს დაინიშნა. ასე უცებ როგორ შეაგროვებდა. მანამდე ვიდრე და პოლიციური გზით არ აქვს, არანაირი პოლიციაში მუშაობის გზით არანაირად არის ყველა თეთრი და ყველა ხო და ამათ მუღან ხო თავი ყველაზე ამათ ვიზეს არ აკეთებენ, ყველაზე თემა ისაა, რომ აი ეს ადამიანები გაჭირვებული ხალხის ფულით არიან ასეთ ფუფუნებაში. პრეტექსტის არა, აი ნახოთ დაურეკეს და გავუშვათ, აბა. გავუშვით. გვაქვს საშუალება რომ გავუშვათ. არ გადის? ხმარ მოდის რა თქოს. დასერჩეთ და მერე დამირეკეთ, კარგით? მე ვინა ვარო დასერჩეთ. ვინ ვარ დასერჩეთ და მერე დამირეკეთ. არ ვიცოდი, იმიტომ რომ საერთოდ არ გაქვს მითითებული. ნახეთ, ნინო ბაქრაძეს რო დასერჩავთ, რა კავშირი მაქვს მე აიფაქტთან გიჩვენებთ Google-ით. ამიტომ დასერჩეთ და მერე დამირეკეთ. გამოხდა გისმენთ? რა დუგლეო იმენა? დიახ, გისმენთ. რაკენთ დასერჩეთ? მოძებნეთ ვინ ვარ? დიახ, და ძალიან სასიამოვნოა დასუსტებულთან რედაქტორს ვეცნობები თამაშად რედაქტორი. და კომპეტენტური ხართ შეკითხების კოდს შესაბამისი. ნათია კვარაცხელი. გისმენთ? გისმენთ, მესმის. თქვენ დიახ, თქვენ მომზადეთ მასალა შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით. და? ალო. და? თქვენ მომზადეთ კი, ეს ვიცი მე რომ მოვამზადეთ ჩვენ. თან აგრესიულია. თუ შეგეძლოთ გითხრათ, რა წარმოუდგენლად დაყრდნობით მომზადეთ აღნიშნული მასალა. ყველა წყარო, რომელსაც აიფაქტი იყენებს, ხელმისაწვდომია ღია წყაროებში. ეს თქვენ რომ არ იცით ამ ღია წყაროების გამოყენება პსტ-vis ჟურნალისტებმა, ეს აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. გადაკეთეთ აბა REST, გადაკეთეთ Google Map-ი, ყველაფერი და ნახავთ ხელმისაწვდომი. ხო გახსოვს მარმელადი. რაში მდგომარეობს მაშინ ქალბატონ თუ საჯარო და კომუნიკაცია ინფორმაცია დამალული ქონება რა შემოშია დამალული ქონება რომელია ჩვენ არ გვიხსენებია ასეთი რამე იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვეყრდნობით არის დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაცია რომელშიც ამ პირებს საჯაროდ აქვთ გახსნილი თავისი ქონება და ჩვენ ამას ვიღებთ და მე ვადარებთ რეესტრის მონაცემებს. დამალული ახლა ვინ რა ინტერპრეტაცია გააკეთა მაგის სხვა მედიებმა, ეს ჩემი საქმე არ არის. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ჩემმა მედიამ გაავრცელა. და ისე სხვათა შორის ცოტა დაგაგვიანდათ, იმიტომ რომ ეს 2 კვირის წინ გამოვაქვეყნეთ. ჩვენ და აქამდე გეძინათ?
იცით რაშია? დაგავალეს, ახლა დაგავალეს, ხო შესაძლოა. მომისმინეთ. მომისმინეთ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის გამოძიება, ეს არის ვიდეოების ციკლი. შეგიძლიათ შეგძანდეთ თქვენს ერთ-ერთ წამყვანზე გური სულთანიშვილზეც გქონდა მსგავსი ვიდეო. ეს არის უბრალოდ გური სულთანიშვილზე გქონდა ესეთი ვიდეო, შეხარ სულთანიშვილი. ჩემზე ვისაც არ ეზარება ყველა ვიდეოს აკეთებს ჩემი. თუ მირეკავთ მომისმინეთ. აუ შემზარა. გადასვლა არ მოგისმენთ, დაიჭირე გადასვლა. დაგავალეს, ხო შესაძლოა. ეხა გადასვლა. მომისმინეთ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არის გამოძიება, ეს არის ვიდეოების ციკლი. შეგიძლიათ შეგძანდეთ თქვენს ერთ-ერთ წამყვანზე გური სულთანიშვილზეც გქონდა მსგავსი ვიდეო. ეს არის უბრალოდ მომისმინეთ, ეხლა ერთი წამი მომისმინეთ. თუ მირეკავთ მომისმინეთ. ცინიკური ისინი არავის არ აინტერესებს. შეგძანდით ჩვენ საიტზე და ნახავთ გამოძიებას. შეგძანდით YouTube-ზე და ნახავთ უბრალოდ YouTube-ის ვიდეოებს. ეს არ არის გამოძიება და ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის გამოძიება, არც არასდროს არ გვითქვამს. ეს არის აი ფუფუნება, როგორც ყოფილიყავთ თქვენი ელიტა ფუფუნებაში. ამას ავსახავთ ვიდეოთი უბრალოდ. და გამოძიებები თუ გაინტერესებთ, თქვენი დონის ჟურნალისტი მე ვერ მასწავლის რა არის გამოძიება. შეგძანდით საიტზე და წაიკითხეთ და იქედან თუ აზრს გამოიტანთ, მე დამირეკეთ კითხვებით. კი რა. რატომ უნდა დავკავშირებოდეთ? წარმომავლობით დაინტერესებით. წარმომავლობა ცხადი იყო, ჩვენ წარმომავლობაზე არ გქონია არაფერი კითხვის ნიშანი ჩვენს მასალაში. თქვენ საერთოდ ჩვენი მასალა ნახეთ? კი, ნახეთ და ამიტომ მე გაგიჩნდათ ეს კითხვა? მაშინ გვაინტერესებს მიზანი რა იყო ამ ქონების გამოქვეყნების. თუ ისედაც ცხადი იყო, თუ ისედაც საჯარო იყო, თქვენი გეტყვით ახლა მე მივხვდი რასაც მეკითხებით და თუ დამაცილებ გიპასუხებ. ან ჩვენ გეკაგელაძე არ არის ერთადერთი, ვისაც ჩვენ ასეთი ტიპის მასალა. გეკაგელაძე. თუ გადახედავთ ჩვენს YouTube-ის გვერდს, ნახავთ, რომ მსგავსი მასალა გვაქვს გაკეთებული სხვა პირებზეც. ვინც არიან დაახლოებული ქართულ ოცნებასთან, ან არიან მაღალ საჯარო თანამდებობებზე, ან ეწევიან პროპაგანდას, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს. მიზანი რა არის? მიზანი არის, რომ მოსახლეობას გაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული ელიტა ფუფუნებაში, მაშინ როცა ქართული ოცნების მხარდამჭერები სუპი აქვთ და სუპსა სჭამენ. სუპსა სჭამენ. всё. ეგ იქიდან იყო ციტირება. განძლიერია. ხო, რაღაცა კითხვა. სუპსა სჭამენ. ეხა ნახე ყველაზე მთავარი. ეს არ არის მისი ორიგინალური კრეატურა. ეს იყო აი ფაქტის გამოძიება. მომისმინეთ ტევე პირველზე მე არ ვაგებ პასუხს, მე ვაგებ პასუხს რაც წერია ჩვენს საიტზე, ჩვენს YouTube-ზე, ჩვენს Facebook-ზე. ტევე პირველი ყველაფერს გამოძიებათ აღიქვამს შეიძლება. ჩვენ ამას გამოძიებათ არ აღვიქვამთ. ეს არის ვიდეოების სერია აი ფუფუნება ჰქვია. და ჩვენ ამას როგორც გამოძიებას ისე არ ვაკეთებთ. დამაინტერესებს რას ხედავთ ცუდს ფუფუნებაში? ფუფუნებაში ცუდს ალბათ არაფერს, გააჩნია ქვეყანას და კონტექსტს. როცა შენი ამომრჩეველი კიბოთი კვდება და მშიერი კუჭი უხმება, კანონიერია შემოსავალი და ეს ფუფუნება რასაზარებია ეს მაშინ. ფუფუნება, ანუ კანონიერია. ბადა. всё, აი ეს არის ყველაზე მაგარი. აჰა, ანუ ნუ ეს არის როგორი პროვინციალიზმი. ზედმეტად აგრესიული, ზედმეტად არა, ძეზე დატყურები დაჭკნა. აი ბოლოს რას მიმართა ბიჭო, ანუ კიბოთი კვდებაო ხა. მაგი უნდათ, რომ აი თურმე მინისტრები რაღა შორს წავიდეთ, გური სულთანიშვილი, როცა ვიღაცები იღუპებია შიმშილით და ასე ესეთი რა გადაჭარბება, ხო იცი შიმშილით დაღუპა. როცა გაჭირვებული ხალხი არსებობს, მაშინ $500 გოლდენ გუსები დადის. რითაც შეურაცხყოფს და სუბსა დააბიჯებს. ხოლო სხვები სუბს ჭამენ არა. სუბსა სჭამენ. ეს ხო ძალიან საყვარელი ფური აბაროტია. სუბსა სჭამენ. რა შეგიძლიათ თქვათ აი ამ გოგოს? აი გოგოა ჩემია. შეგზარა. ედგარო ამბობს. შემზარა. იმენა იქ იყო რაც მე ვნახე და მოვისმინე იმან. შემზარა და ბიჭო აქ თავარი შემზარავ კიდე ის რა არის. მე დავაკეთე ეს თვითონ უდევთ. ხო. თვითონ დადეს ამ თვითონ დადეს ამ გოგონამ თვითონ დადო. როგორც ამ აგრესიულ გოგონამ. რა.
მე რა უნდა ვთქვა? ვისაც არ ეძანება ვიდეო საკითხს არა. შეხვდები რატო დაგითვალა $400-500 რაღაცა. კი, რა მნიშვნელობა? აი დათვლას რა პრობლემაა? $400. ეხლა რაგას ეს კენგოლი ხო? რა არის ერთი $1000 მილიონიანი. ნუ ეგ არის. აი ამ პირობებში ბიჭებს მუშაობა. ზაგაი. მიხეილ სააკაშვილის შეყვარებული გია ბარამიძე გთხოვთ. აქტიურობით სავსეა ციხე დაწყებული პრეზიდენტი სააკაშვილი და რომელიც იმიტომ ზის ციხეში რომ მან გაბედა და საქართველოს კონსტიტუცია შეასრულა რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო იმ წუთას როგორც პრეზიდენტმა უმაღლესმა მთავარსარდალმა და დაიცვა საქართველოს როგორც შეეძლო და სხვათა შორის გადაარჩინა ის 80% ის 80% თუმცა გადაურჩი მადლობა უნდა უთხრათ თავარსარდალს მაგრამ ადრე უფრო ნაგლად იყვნენ ნაგლად ესენი და მოიგო ამბობდნენ. ხო. ეხლა რაღაცა იმიტომ რომ მაშინ ლაშში იყვნენ. ხო, ეხლა ცოტა შეეძლო თეთქო მოიგო. არო, გადაარჩინაო. ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ? ამასაც არის. მართლა რა მნიშვნელობა. მოკლედ ესეთი არ ვიცი, ანალიზი მინდა შემოგთავაზოთ. მართლა სანამ ასეთი იდეოლოგიური პოლარიზაცია იქნება, მე მგონია რომ დამოუკიდებლობის შემდეგ თვითონ ლიბერალურმა დემოკრატიამ ამ დასავლურმა ფეტიშმა ხო და აი ამ არასწორმა მიზნებმა ეს ქვეყანა აბსოლუტურ გაუგებრობამდე მიიყვანა რა რიგ საკითხებში. დღეს არის გადასაწყვეტი რაღაც საკითხები ძალიან კაცრად, ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად და მკაფიოდ. ანუ ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ ამ აკაცუკებს, ჭინკებს და ამათ ველაპარაკოთ დიდი ხანი უხსნათ. ეს არ არის ის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ან არგუმენტაცია ესმის, ან რაღაცა. ხო მიხვდი, ეს არის დივერსანტული ნაწილი, რომელიც მხოლოდ არევაზეა ორიენტირებული. ჩვენ მართლა ძალიან კარგი ანალიზი უნდა გავუკეთოთ საბოლოო ჯამში აი იმ გამჭირვალეობის კანონის პროცესს რა მოხდა ამის შემდეგ რატო წავიდა ამდენი გვიპირებდნენ რას გვიპირებდნენ ხო რას გვიპირებდნენ ცხადია უკვე მეორე რა ხდებოდა აი ამ მოლოტოვის კოქტეილებით როგორ ხო ვინასწავლიდნენ როგორ ასწავლიდნენ რას აკეთებდნენ ბიჭო როგორ ესროდნენ ცოცხალ ადამიანებს პოლიციელებს ერთი კვირის განმავლობაში ხო ამებზე ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და ანალიზი უნდა გავაკეთოთ პასუხიც უნდა მოეთხოვოს ვიღაცებს აუცა არ არია. ანუ რას გვთავაზობდნენ საბოლოო ჯამში, რომ ჩვენც მოუყოლილიყავით ამ ომში, რომელიც ახლა მთავრდება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს სასარგებლოდ, მხოლოდ და მხოლოდ, ესე იგი დაზარალებული გამოდის უკრაინა, რა მიზნითაც დაიწყო ომი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და განსაკუთრებით ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე საბოლოოდ აქვს უარი უკრაინას ნათქვამი და რის გამო დაიშალა და დაინგრა ესეთი ქვეყანა, ხო? ანუ ჩვენ საერთოდ უკრაინას აქვს იმის რესურსი, რომ ბოლო-ბოლო ტერიტორია რამხელა ადამიანური რესურსი, ეკონომიკური, ყველანაირი ინდუსტრიული რესურსი და ჩვენ ქვეყანს რა უნდა იქნება განადგურებული ეგრევე. და ვინ გვთავაზობდა ამ უსაფრთხოების გეგმას და გარანტიებს? მოდი მაგარი ვიპოვე აკუბარდიას და ფოფხაძის დიალოგიდან. აკუბარდია როგორ პოლიტექნოლოგიურად ძალიან ესე დეზლი ფოფხაძე რომ გედევა ისე ფოფხაძით გედი არავის არ ახსენდება უნდა თქვა გედი მოდი შეკაცავთ გედი მართალი შეიძლება თქვენი ბრალისა ძირითადი ხერხემალი ამ კოალიცია ცვლილებისა იყო რომ თქვენ ესე ვთქვათ არ 60 კაცი რო შესულიყავით მაგათ ტანგოს აცეკვებით როგორც თქვენ გინდოდათ ისე და მიხვდა პარლამენტში რო შესაძლოა 60 კაცი მაგრამ აქვე ამოსაღებია როცა უწევს ეს მაგაზე საუბრობს პარლამენტში შესაძლოა კი და არა იმაზე ღობის არა პარლამენტში შესაძლოა რა თქმა უნდა ყველას გვეზარება თორე ეს იყო პირველი აპოლოგეტი ბოიკოტის რა თქმა უნდა ფეხებზე არ გინდია მაგრამ ჯიგარია და მოიწმანამდე რეალურად მანამდე ვის რაც ეკვა მანამდეც ბაჩო უცნაურად იყვნენ შესულები ჯერ ერთი წელი მთელი საზოგადოება აწვალეს მერე თქვეს ვინ შევა ის იქნება პუფიო და პირველები შევიდნენ ასევე ცესკოსთან მთელი პერიპეტიები იყო და საბოლოო ჯამში მერე ისფედმა აღიარა რომ სისულელეს
ამბობდა, გაყალბებული არჩევნები არ არსებობდა, ანუ საზოგადოებას ესენი ხელოვნურად აწვდიდნენ რაღაცა დივერსიულ ქმედებებს. ანუ ნახე, ესეც არ არის შესვლა. იქ მე მახსოვს ლელოს ლიდერშიპმა ეს ბარათები რო დახია დემონსტრაციულად, ანუ არ იყო რა შესვლა. ანუ ეს იყო რაღაცა მაიმუნობა და ამ ძალებს აღარ უნდა ენდოს ქართული საზოგადოება. მიხვდი, აღარც ენდობა და ეს უნდა გამტკიცდეს კანონი. აი ხუხაშვილი ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ხუხაშვილი. კითხავ ხალხო, თქვენი ერთიანობა კი არ არის მთავარი. მთავარია თქვენი და ხალხის ერთიანობა, ხალხთან ხიდის გადება. თქვენ ეხა ერთად დაჯდებით თუ ცალ-ცალკე ამით არც არავის არ ცხელა და არც არავის ცივა. თუ რეალურად ვერ მოახერხეთ ხალხში ჩაბუდებული პროტესტის კონსოლიდაცია, მისი სამზარეულოდან დათითოკაცებული პროტესტის კაპიტალიზაცია მთლიანობაში და ამ ხალხის გააქტიურება. არავის არ აინტერესებს თქვენ ეხა ერთმანეთთან იჯდებით თუ ცალ-ცალკე იჯდებით და იქ დაამტკბებთ ეხა ბრძნულ აზრებს რა. ეს არავის არ აინტერესებს. ხალხის ნდობა და პატივისცემა დაიბრუნეთ პირველ რიგში, ამაზე იზრუნეთ რა. თითოს კონდეს რაიმე სახის პატივისცემა, რაიმე სახის ნდობა ამ მართლა უმადურ არარაობას რა. თვითონ კონდეს. ანუ ეგ რო უთხრა რომ ნდობა დაიბრუნეთო, რაღაც ნაწილში ნდობა ხო უნდა კონდეს შენ მაინც რა. მოღალატე რა. არ შეიძლება მოღალატის ხედრი არის ძალიან ცუდი. ნდობაზე კიდე ზურაბ ჯაფარიძე. პრობლემა არის ნდობის, პრობლემა არის დაკავშირებული იმასთან, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რაღაცების გაკეთება ერთად ცადეთ და არ გამოვიდა. პრობლემა არის იმაში, რომ როდესაც გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებთან მიმართებაში, აი გავაჩეროთ, რომელი საჯარო შეიძლება ტოპ კადრი გვაჩვენეთ. ჩვენ მოგვაშორეთ. აუ წაიკით. რაღაც ის იქნება. ქვევით არის მარინ კორპსი. ნაცკი ეკოციკი. ზედა რაღაცა ჩვეულებრივი რეინჯერების ან ის იქნება, რა ქვია, სკოლებში რო არიგებენ, ბოისკაუტები. მეხანძრეები შეიძლება მასაჩუსეტსის შტატის, ხო, კი, რომელიღაც პატარა ქალაქის მეხანძრების ათეული. ოღონდ ისეთ არა. აბა? მეხანძრე კი არა. აბა? მაშველი. მეხანძრე არის ყველაფერი. კაი, ყველაფერი. მეხანძრე ხო იცი მართლა მეხანძრე არის ყველაფერს. მეხანძრე და იქნება ოღონდ შენინებით რომ ეს მოხალისედ რო აკეთებ. არა პროფესიონალი, აი მოხალისეობის იმას რო ბეიჯს ან რაღაცას რომ მოგცემ. რო იქ გულსაკრავს. იმ საგრაფოში რო კაი ტიპად ითვლები რა. კი, რო გაიარე კურსები და რამე ორდენი აღმოაჩინა ამერიკაში, სადაც საჯდომით ფარიკაობა ან რაღაც მსგავსი აქვს და იქ ჩაერთო. მე რას ვერ ხვდები, იცი, ესეთი დეგრადირებული მორალი, ესეთი გაუკუღმართებული ტვინი, გაუკუღმართებული გემო. მორალი უნდა მიხვდეს, დეგრადირებული. გაუკუღმართებული ტვინი როცა გაქვს, გაუკუღმართებული ესთეტიკური პრეფერენციები. ბრძოლის იარაღები. არა, ბრძოლის იარაღებზე არ ვამბობ. ესე როცა პერვერსიულად რაღაცა მოქმედებებს აკეთებ ამერიკაზე რა. აი, ხო, ანანიზმით ხარ დაკავებული. რა გინდა აქ შეუპატრონო წაეთრიე იმ ამერიკაში ტეხასში დასახლდა გაწმინდე შენი ეზო მოიქეცი ისეთი კი ბატონო მოიქეცი ისე თითქოს იმ ამერიკელებზე ბევრად ამერიკელი ხარ სერიოზულად ჭამე კაი სტეიკები კაი ნეკნები გაწევრიანდი იქ რაღაცა შუახნის კრიზისის მქონე ხალხი ჰარლები და რაღაცა და ხელოს იქ რო აკეთებენ ავტოსამრეწყავები რაღაცა არა კორდონიერების საჯდომთ მოუბარები კი იქ ცოტა მერე გრილის ტუსოვკები თავისი პივები ეს ქართულად როგორ ლაპარაკობს ფლორიდაში წახვიდე ზღვაზე ხო ფლორიდაში ზღვაზე წახვიდე კი იქ გავა პახოდუ მაგრამ მოქალაქეობა არ აქვს თორე ეს რო და იქ ვინმეს დიდი სიამოვნებით კი მართალია იგივე აისის წინამდე იქნებოდა აისის წინამდე იქნებოდა ტრამპის წინამდე ხო არის არა იქ თუ იქნებოდა არა ეს ტრამპი იქნებოდა ეს მენა როგორი მე ტრამპი იქნებოდა ვაჩი აი იქ იმუშავდა მექსიკის საზღვართან დასახლებოდა ზნაჩოქს აიღებდა და საზღვარზე საჯდომის ჩვენება ხო ევასება ხო კი ბატონო და იქ ძალიან მექსიკელი მოდის საბაჭა იქნეს და დახტება საჯდომი და არ დაუვიწყე რა ყოველ წუთში სხვა ვინმე გაგიგია მსგავსი ხო მაი დაუნდობელი ხარ შაუბრალებელი რა ხო არა
კაცმა რაღაცა ერთხელ მოუნდა განიავება და არ დაუვიწყა რა ხარო. მან მე მგონია რომ არ ვიცი თუ ვცდები აპატი ერთხელ გაი. მან ჩახტილებს შორის არის გიგა მაგარი. კი არის. არ ცდები. არ ცდები. მაგრამ გიგას არაფერი არ გიგას პრობლემა. გიგას არა ვაფშე. უარესები უქნია. ხო, გიგას ვაფშე არაფერი არ აკეთება. კაკაზე ვაფშე არ. პირიქით, თუ რამეს მომატი. ბატონო, თაჟო დათუნაშვილი. დათო თაჟუნაშვილი. ვიღაცა წერდა ბოდისთან გავუშვებთ. ვიღაც წერდა, არის ჩვეულებრივი ნიუსი იყო. ხო. ეს რომელია დათოა თუ თაზო იმათმა ამირი ოღონდ გლანძღავდა ჩვენ იმათმა ამირი ეს გონება და მეც ვეღარ ხვდებიო რომელია ეს თონ ლანძღი გოგხსენიები და ევროპული სანქციების პაკეტში შესვლა და ამერიკელების მიერ დასანქცირება ჩვენი საფინანსო სისტემის ჩამოაქცევს საქართველოს საფინანსო სისტემას და ჩამოაქცევს თითოეული ჩვენთან არის შემოსავალს ისეთ დაგვასანქცია იყოს ხელში ამაზეა ლაპარაკი ოღონდ ეს არ აინტერესებს ივანიშვილს ეს არ აინტერესებს მის ახალგაზრდა ვინც ხარ გამწყრალი ეს ხო აშკარად რატო დაგვასანქციებს რა გინდა რა სვიტი რატო და გაგვითიშოთ ძლივს გაუთიშეს რუსეთს ისიც ყველა ბანკს არა და ომი დაიწყო რუსეთმა თავდამსხმა განახორციელა რუსეთში აღდგება აბსოლუტურად ყველაფერი საერთოდ არა უყურე როგორ არის ჩვენ რა დავაშავეთ ხა ამას კუტაბიც რო კუტაბიც უძახი გაუსთ კუტაბიცი აბა ჩემი ძალა ეგ ენა არის საუბრის უნარი არის და რაღაც გამოვიყენი აქ ხარ და მე როგორც პოლიტიკოსი რა შვები რას ვაკეთებ რაღაც პასუხი ხომ მქონდეს ერთი არ ვანან პროპაგანდას უპირისპირდები და ჩემი მხრივ თითო პატარა რაღაცას გამოვაცლი და აქეთ დავანახებ ადამიანს რომ რაღაცას კონკრეტულარიანი ვარ ან მეორე მხრივ რაღაცა თუნა ავიღო ან ქვა ხსოს მოუწოდო ამისთვის და მოდი ვიჩხუბო და აქ მოვგო თავისთავად არც ერთის კეთება და უბრალოდ ყოფნა Facebook-ზე ცხადი ერთ-ერთის ამბავია მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ჩემი ეს უნარები ამ მხრივ გამოვიყენე. არა გამორთეთ. ეხლა მე გეკითხებით რა თქვა? რა თქვა? ხო. რა თქვა? არ ვიცი მე შემიძლია მივხვდე რა თქვა. მე მგონი ამან თქვა რომ მე უნდა ვიბაზრო ჩემი ძლიერი მხარეო ზურასი ხო არის საჯდომით ბრძოლაო ჩემი არისო არა სერიოზულად გეკითხები რა თქვა? პირის აპარატითო გამოვაცალო ჩემი ძალა ენა არის გამოვიღო აი წაკითხვით უკეთ გავიგე საუბრის უნდა და ჯერ დაუცნაურია კუტაბიჩის და საუბრის უნარია. ეგ მართლა ნონსენსია. ეგ ის თუ საჯდომით ლაპარაკობს. მოლაპარაკო. ფილმი არის ბრუნო, სადაც ეს გავსი სცენა გვხდება. იმათო ჯიგარი ხარ. ოღონდ იქ საჯდომი არ ლაპარაკობს. არა. ამის ზუსტი ანალოგია. შესაბამისად მოხეტიანი ცირკი რო გავაკეთოთ და ეს შიზოიდები და ფრიკ შოუს მონაწილეები შევკრიბოთ და ცირკულოთ და ვატარო. და თამარა უნდა იყოს შერგო დირექტორი. თამარა უნდა იყოს ვაზნიცა რა ეროზის და შოუც რო ურტყავს. ხო, მაგრამ ის ვერ აიტანდა. იმას დიქტატურა აქვს და ძალიან რუსული ისეთი რუსული სამხედრო მეთოდებით ზრის ხო იცი რუსული დანვარჯიში ძალიან რთული არის. იქ ჩვეულებრივი ჯარია რა და სისხლამდე თამარა არის ვარგებს. ამათ უნდათ მარტივი მიდგომები ისეთი მშვიდი და ის თეატრი ვასოაბაშიძის თეატრი. ვასოაბაშიძის თეატრი ხო რა გამახსენე. შენს და მე დავტოვე. კაი, მარგამით. შენ სამ. რატო იცი? შენ პაბიჟალი, ია პაბიჟალი. აი რა, მაგი. არა. შენ სამოხვედი. ვიღა დარჩა. ნუ მე და ბაჩო. შენ და ბაჩო. რო გააკეთოთ მონოთეატრი. ის არ არის შესაძლებლობა, რომ მართლა რამენაირად მე ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი თეატრის რეჟისორი. და ჩვენ დავდგათ. მე ვარ არ შემდგარი თეატრის, მაგრამ თავიდან იცი რამდენი თეატრის სპეციფიკა მაგრად ვიცი. ხელმძღვანელად არ გინდა მე? ბიჭო. არა. რატო? ხათა შორის ბაჩო. დოვის მაგივრად ეს? დოვის მაგივრად. ჰამ? ბოდის მუსიკა არ გევაცება. ბოდის ერთსამს ხო არამეს ვიკითხავ. იქ და მაგთეატრში დოი იყო. სო. შენ აგონია. დავაი, მე მინდა რომ ვიყო მაგთეატრის ხელმძღვანელი და მეგობრებო ვიწყებთ კამპანიას. მაჟორიტარი ეს კაცი უნდა გავიყო. რა, მაჟორიტარი დირექტორი, ხო? კი ბატონო, ეს კაცი უნდა გავიყო. ვასოაბაშიძის, ვასოაბაშიძე რა კაცი იყო და როგორ გაუწნდებოდა ხა ასეთი თეატრი, მაგრამ მუსკომედიაში. ხო. სმენა ხო გაქვს ძალიან მაგრამ მოკლედ მე მინდა იქ რას დადგავდი რომელ მუსიკალურ კომედიას დაგშეყვებას არა ერთი თუ იცი კი და ეს ბიჭო მან თავის ეს ნაგლები აქამდე რო არ იყვნენ წამოსულები ის ახლა წავიდა ხო მართალია
ხო და შეიძლება ეხაც არიან ვიღაცები და ჩაგმარდებიან. არის რომ მივა ყველა წამოვა, ყველა რატო წამოვა? იხაც რა. რატო სპექტაკლი მე მიდგმება, მითხარით რომ ვიცოდე სპეციალური კომედია. იმასი რა ქვია ხანუმა დოიმ რო გამოიგონა შექსპირი. დოიმ რო გამოიგონა შექსპირი, აი შექსპირი ეგრე წარმოიდგინე. არა, მუსიკალური კომედიის რა ხან არის ეგეთი ხანუმა გაყრა, ჯერ დაიხოცეს მე რეკორდინეს. დადგი, არ გინდა? აი რამე არ გინდა რომ დადგა. იმუშავებ მაგსაკითხი. დარისპანის გასაჭირი. დადგავს ეს დარისპანის გასაჭირი. მომღერებს რომ მიიყვან. ან შეგიძლია შენ გამიუზიკლო. გავა მიუზიკლო. ჩვენს ტელევიზიაში არის. აი შენ სამანიშვილ დედინაცვალი ხომ მაგრა გეოსა და მიუზიკლო წარმოიდგინე. მთლიანად. ხო, კომპილაცია გააკეთე. ვაფშის ხო, კომპილაცია. რა მომენტებში იქნებოდა კაი მუსიკა? ხო. არა, ხო, ძალიან ბევრი ნაწარმოები. რაღაცა ბაკუას ღორები, ერთად რაღაცა გადახლავდე, მიქსი გააკეთე, რომ საათნახევარში ჩაეტიე და ჩვენთან ტელევიზიაში მაგარი მომღერლები ყავს. იღერებენ ამუშაძის გაჭირვება, ბაკუას ღორები. მეც ვითამაშე. ბაზარიან. რა გვარია ის სოლომან მარბელაძე თუ სოლომან მარბელაძე. მაგრამ ევასებოდა. შემოდგომის აზნაურები და შემოდგომის აზნაურები ძალიან მაგარია. თლიანი. ია, ვაფშე სვეტში ყველაფერია. ვინც გაძლევს და ბოლომდე იჯდება იმას პრიზი. დავაი. უჭოკავს სიბირ. ხალაძილი ვინ უჭოკავს სიბირ. ვინ მინიშნავს? აი მე არა მაქსიმალ ნამორჩიები და არა და ვაფშე უფრო მაგარი შენს გათამაშებს გაო. ბაზარი არა. არ მინდა არც ჰონორარი არაფერი გამოვა. ვიმღერებ ვაფშე. ხო, აბა ისე. ბაჩომ გადაიღოს ტელეთეატრები რო არის. ჩვენ ბაჩომ გადაიღოს ტელეთეატრები. შევიდა და იგივე დონე თუ არ იყოს ახლა, აი რა ჩვენ ხო არანაირ ტელევიზია არ აქვს. თეატრზე. ბიჭო უყურე ბოლოს როდის ხარ თეატრში? მე არ მივხვდი. არა, არ წლეული არ დავდიო, არ მყავს. შეფასების კრიტერიუმი სახალხოობის იყო, როდესაც დოიმ გადაწყვიტა რომ ამ თეატრით თავისი ამ მსახიობთა დასით და შემოქმედებით გასულიყო რეგიონებში და რევოლუციური ტალღა აეგო. მე ხო ააგურა. ნუ ჩვენ ვისე შედეგია ყველაფერი. ეხლა ცხოვრობ გადატრიალებულ ქვეყანაში, სადაც დოიმ ართავს და აი ესე დავხიარულ ნოძე და დაგემშვიდობოთ მეგობრებო, თქვენ იფიქრეთ რა სპექტაკლი გინდათ, რა წარმოდგენა გინდათ, რა პიესა გინდათ. გამომიგზავნეთ. პირადი შეტყობობებში. ვინ გინდათ რომ ამ თეატრის მსახიობი იყოს, სოლისტი და ასე შემდეგ. და მე მინდა ძალიან რომ იმ ქალბატონმა სულთანიშვილი ვინც დაუძახა ამას მაგ ქალბატონმა გააკეთოს გასაგამოძიებო ვიდეო არასაგამოძიებო YouTube ვიდეო როგორ დაიგეგმა სპეცსამსახურებში და შემდეგ უკვე პოსტივის ეთერში გური სულთანიშვილის დანიშნა დოის ადგილზე და ამით საბოლოოდ გაცენზურება ქართული კულტურის. გური სულთანიშვილის მიგრაცია უკვე თეატრში. მე გავაკეთოთ ეს ხო იქნება კლასიკა. სამიმაზე რა ქვია თარისპანის გასაჭირი კი არა, კლიაშულზე და მე გავაკეთოთ როკი ბანდა. არა, მე გავაკეთოთ თანამედროვე აქტუალური ფუფუნების ვირაჟები. ვირაჟები. კარგად ზარდებოდეთ ხვალ. ნახო. ფუფუნები.